კურსკის ოლქში საკმაოდ რთული ვითარებაა ფაქტია. ეს ის ყველამ და მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდება ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ უკრაინელებმა მოიგერიეს რუსების ესა თუ ის შეტევა ამა თუ იმ მიმართულებით, მაინც უნდა ვთქვათ, რომ კურსკის ოლქში უკრაინელებს დღეს გაცილებით მეტად უჭირთ, ვიდრე უჭირდათ ასე მაგალითად ერთი კვირის წინ ან ორი კვირის წინ. რა არის ამის მთავარი ან კონცეპტუალური საფუძვლიანი მიზეზი? ის და მხოლოდ ის, რომ შეერთებული შტატების 57 პრეზიდენტის გადაწყვეტილებით უკრაინელებს სატელიტებიდან აღარ მიეწოდებათ ესოდენ აუცილებელი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოორდინატები ტრის ან რუსების გადაადგილების თაობაზე. ამდენად რამდენიც არ უნდა ვაправოთ, პირველ რიგში არ ვიტყვი, აправონ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება უკრაინისათვის სადაზვერვო და სატელიტ ინფორმაციების მიწოდების შეწყვეტის თაობაზე ეს არ pravდება. უფრო მეტი სიკვდილი დადგა მას შემდეგ, რაც ტრამპმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ტრამპმა მიიღო მეორე გადაწყვეტილება, იცით თქვენ, რომ მან პრაქტიკულად შეუწყვიტა შეიარაღება, იარაღის მიწოდება უკრაინას და ეს ეხება არა მხოლოდ მისი პრეზიდენტობის პირობებში, ჯერაც არ მიიღებულ გადაწყვეტილებას იარაღით უკრაინის მომარაგების თაობაზე, არამედ პრეზიდენტ ბაიდენის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებსაც დაახლოებით 5 მილიარდი, არასრული 5 მილიარდი დოლარის იარაღი უნდა მიეწოდებინა შეერთებულ შტატებს უკრაინისათვის. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინას არ აქვს მარაგები, უკრაინას აქვს მარაგები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპის ცალკეული სახელმწიფოები მას არ ეხმარებიან და ახლა ეხმარებიან უფრო ინტენსიურად, ფაქტია. ბრიტანეთმა კიდევ რამდენიმე ასეული მილიარდი გამოხო, სხვა ქვეყნებიც უფრო მეტ კონტრიბუციას ახდენენ უკრაინის თავდაცვასა და შეიარაღებაში და იმაში, რომ უკრაინამ წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ბროტების ახალ იმპერიას, სიკვდილის იმპერია რუსეთს, მაგრამ ფაქტია, რომ შეერთებული შტატებიდან ვისიც ეიმედება პირველ ყოვლისა, ეიმედებოდა უკრაინას და ეიმედებოდა მთელ ცივილიზებულ სამყაროს, უკრაინის მიმართულებით შეიარაღება აღარ არის გამოყოფილი და აღარ მიედინება. ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება რეალურად და არადროებითი პრეზიდენტ ტრამპისა, მიუხედავად იმისა, რომ რასაკვირველია უნდა ვთქვათ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ადრე თუ გვიან გადაწყვეტილებას შეცვლის. ის საერთოდ ცვლის გადაწყვეტილებას კანადასთან მიმართებაში, ამ სატარიფო ომში, რომელიც მანვე წამოიწყო კანადასთან. სატარიფო ომის პოლიტიკა მან შეცვალა 2-ჯერ, 3-ჯერ ან 4-ჯერ. ახლა რა მდგომარეობაა სიმართლე გითხრათ არც ვიცი, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება იყოს განსხვავებული მდგომარეობა და რა მდგომარეობაც ახლა მნიშვნელოვანი არც არის. უკრაინას დაუბრუნდა ტრამპმა რუსებს ამით მისცა შესაძლებლობა, რომ რუსებს მეტი და მეტი ტერიტორია დაებრუნებინათ კურსკის მიმართულებით. ახლა არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დონეცკის მიმართულებით რუსებმა მოასუსტეს საკუთარი ფრონტი და ეს ასეც არის. უკრაინელებმა ოდნავ წინ წაიწიეს სწორედ დონეცკის მიმართულებით, მაგრამ კურსკს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და ახლაც აქვს. ავხსნი. ადრე თუ გვიან ეს რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებები ალბათ უფრო ფასილიტატორების თან დასწრებით შეერთებული შტატების, ევროპის სახელმწიფოების, ბრიტანეთის ასე მაგალითად, საფრანგეთის. ადრე თუ გვიან ეს მოლაპარაკებები შედგება. ძლიერის პოზიციიდან უნდა იყოს ის, ან იქნება ის, ვისაც უკეთესი მდგომარეობა იქნება იმ მომენტისათვის ფრონტზე.
თუ ამასობაში კურსკი დაიკარგა, ბუნებრივია, რომ უკრაინას არ ექნება გასაცვლელი მონეტა. მე დაგიბრუნებ შენ კურსკს, შენ დამიბრუნე მე ზაპოროჟიე. ამას უკრაინა თუ ის დამარცხდება კურსკში, რუსეთს ბუნებრივია ვეღარ ეტყვის. მეცაც გეტყვით, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდრე მოლაპარაკებების შედგება, შეერთებული შტატების სწორედ ამ პოლიტიკის, ამ რიტორიკისა და პოლიტიკის და რიტორიკა პოლიტიკისგან უყოფელი ნაწილია. ამ რიტორიკა პოლიტიკის შედეგად შეიძლება უკრაინას, მოდი ეს სიტყვა ვთქვათ, დაათმობინონ ის ტერიტორიები, ჩემი შვილი ამასობაში მარჯვნივ, ჩემგან ხელი მარჯვნივ და გვპირდება, რომ იქნება ჩუმად. უკრაინას დაათმობინონ ის ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთს აქვს რასაკვირველია უსაბართლო პრეტენზია. ეს ინდოდა უსაბართლო პრეტენზია. ეს არის ჩამოვაგდო ამასობაში. ილენა. ეს არის თლიანი ხერსონი, რომელიც 50%-ს აკონტროლებს უკრაინა. და ეს არის ზაპოროჟიის შემსწირო გეხსენებული, რომლის დაახლოებით 30%-ს აკონტროლებს უკრაინა მოცემულ ეტაპზე. დაათმობინონ და უკვე შემდგომ დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან. ამ შემთხვევაში ეს ჩემს მიეხსენებული გასაცვლელი მონეტა უკრაინას არ ნაკლებად ექნება. უნდა უკან ჩავიწერე, მე გიბოდიშებთ, რომ ასეთ სახელდახელო რეჟიმში მიწევს ვიდეო ბლოგის ჩაწერა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა ამის გამო არ დამძნახავთ, აქ უფრო მნიშვნელოვანი არის ჩემი მოსაზრებით შინაარსი. ხო და აი ამ ურთულეს ვითარებაში არის აღმოჩენილი უკრაინა. ტრამპი ნებსით თუ უნებლიეთ აკეთებს ყველაფერს ან ბევრ რამეს საიმისოდ, რომ ეს მოვასილოთ საიმისოდ, რომ გამოსდის ასე, რომ უკრაინა უფრო სუსტად იქნება წარმოდგენილი მოლაპარაკებების წინ. ამას თუ დავუმატებთ ტრამპის ოდიოზური მინისტრის ბატონი მასკის განცხადებას, რომ საერთოდ სტარლინკის სერვისს აღარ მიაწვის უკრაინას და ნახეთ რას ამბობს მასკი. ამის შემდეგ მთლიანად ჩამოიშლება ფრონტიო, რაც რუსების მთავარი ან ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ჩამოშალონ ფრონტი, ანუ შეწყვიტონ წინააღმდეგობა უკრაინელებისა. იმიტომ რომ თურმე მასკს მობეზრდა ეს ომი და კაცთა ყლა, ამას თუ ამასაც დავუმატებთ და ამას ხორცი შეეცხვება, წარმოიდგინეთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება უკრაინა უკვე შემდგომ მოლაპარაკებების წინ და მოლაპარაკებების სწორს. შეიმეუღლე ამასობაში მეხმარება რაღაცების გაკეთებაში. აი ეს მდგომარეობა ამოცემულ ეტაპზე. ხოდა რა ვქნათ? მე ჩვენ რა უკრაინელებმა რა უნდა ქნან? ეს არის კითხვა. ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გასცენ პირველ ყოვლისა უკრაინელებმა, რა საკვირველია მათ უნდა ჰქონდეთ ევროპის იმედი, აბა სხვა ვისი იმედი უნდა ჰქონდეთ ახლა. წინააღმდეგობა უნდა შეწყვიტონ. წინააღმდეგობა რო შეწყვიტონ რუსები არა კიევს ალბათ ვერ იღებენ, მაგრამ ისე კი იზამენ, რომ ჩამოიშლება, ჩამოირღვევა, ჩამოინგრევა ფრონტი. სხვათა შორის უკრაინელი ჯარისკაცები ამას ვერ შეეგუებიან და ისინი ერთი მოსაზრებით შეიძლება მარშით წავიდნენ კიევის მიმართულებითაც კი რომ ჩამოვაგდონ ხევანდელი ხელისუფლება. ეს არ არის კვანძის ბოლო, არ იქნება კვანძის საბოლოო გახსნა. ამას აუცილებლად მოხვება
რუსული რეპრესიული მანქანის ამოქმედება მთელი უკრაინის ტერიტორიაზე. ამას აუცილებლად მოჰყვება ამ აბუნტებული ახალი ბანდერების განდევნა ტყეებში, ან დაჭერა, დაპატიმრება, გადასახლება, ან გაგდება ქვეყნიდან, იზულება, რომ ისინი წავიდნენ ქვეყნიდან და იცით თქვენ, რომ დაახლოებით 8 მილიონი უკრაინელი ისედაც გასულია და კიდევ 5-6 რომ შეემატოს. ენწილად ჯარისკაცების ოჯახი, ვინც წინააღმდეგობას უწევს სხვადასხვა დონეზე რუსეთს. მერე უკვე დარჩება უკრაინაში დაახლოებით 20 მილიონი მოქალაქე, მოხუცებულები. რუსეთის მიმართ არც თუ კრიტიკულად და ნეგატიურად განწყობილები, რუსულენოვანები, ამას დაუმატეთ ბურატიიდან ან სხვა რუსული ტერიტორიებიდან შედარებით თბილ უკრაინაში რუსეთის პოლიტიკა რომ ჩაასახლებენ მათ, შექმნიან კრიტიკულ მასას, შესაძლოა მოქალაქეობაც კი მისცენ და ძალიან იოლი იქნება რომელიმე ახალი იანუკოვიჩის დაბრუნება უკრაინაში, უკრაინის ხელისუფლებაში, რომელიც იტყვის, რომ Украина это старая историческая земля России. Да, ასეც მოხდება. დაუბრუნებენ სივრცეს მატუშკა რუსიას უკრაინას. ეს იმ სცენარში, რა სცენარიც აქვს ჩაფიქრებული პუტინს. გვინდა არ გვინდა უნებურად სამწუხაროდ რო არ უნდა ვაკრიტიკოთ ის ტრამპი, რასაკვირველია, იმიტომ რომ ეს კრიტიკა თავის მხრივ ანტიამერიკანიზმში გადაგვდის. ესეც ცუდია. გვინდა არ გვინდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამაში ხელს თითქოს უწყობს, უნებურად უწყობს რუსეთის ლიდერს. არ ვიცი. ეს ორი სიტყვით და უფრო ცალად შეიძლება რასაკვირველია. წარმატებას გისურვებთ.